ნეტა ასე ძალიან რატო ჩაგრავენ ჩემს შვილს? არავის არაფერს არ უშავებს, წყნარად ზის თავისთვის, ნახე რა საყვარელია. შენ რა იყო თვალები ლომბარდში გაქვს, ვერა ხედავ რას აგავს? ყოველ დღე სამსახურში მივდივარ კეთილი გულით და განწყობით, მაგრამ რაც არ უნდა გავაკეთო, რაც არ უნდა ბევრი ვიმუშაო, ყოველთვის ვგრძნობ, რომ უმნიშვნელო ვარ და არაფერი არ გამომივა. შეიძლება მასეც იყოს, არარაობა ხარ. ანუ რას მეუბნები, რომ ჩემი კარიერა უმნიშვნელოა? კი, ეგრეა, წადი ბიძია ბენზინგასამართ სადგურზე მაინც იმუშავე, ვინუშდენში მადლობას მაინც გადაგიხდიან, ბაქს რო გააზეპინებ ბოლომდე. შენ ხარ საშინელი ფსიქოლოგი, შენი არც ერთი რჩევა არ გამომადგა, აგერ ცოლმაც კი მითხრა უკვე რომ გშორდებიო, იმიტომ რომ სხვა ევასება და სხვასთან დადის. აი თურმე გუშინ საღამოს რატო დამადგა ბაიცე, თურმე სიმპათიები გაჩენია ჩემთან მიმართებაში, თანაც ნახევრად ჭიშველი იყო და ძალიან გაასწორა. ჩემი შეყვარებული მეუბნება რომ ყოველთვის არ ეცლება და ვერ გაიჩიტება ხოლმე, იმიტომ რომ მამამისი უქმნის პრობლემებს და ნეტა რისი თქმა უნდა და ვერ მეუბნება. და რა უნდა მაგის მიხვედრას, დებილი ხარ? გეუბნება რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა მოიქცე, ყოველთვის მექნება მიზეზი რომ ბოზიც უკანასავით გავერთოო. მე უბრალოდ სიმართლეს ვეუბნები ჩემს პაციენტებს, დალშეს უყლეზე არ ამკიდია, 200 ლარს ვიღებ საათში რომ მოусმინო და არ შევეცი სათითაოდ ყოველივეს. ძალიან ადვილად ვიმატებ წონაში და დაკლება თითქმის შეუძლებელია და ნეტა რატო მემართება ასე და დავიჯერო მარტო მე ვარ ესეთი? ხო სული დღორი ხარ, თო რაღაცა ოდნავ გეწკინება და ეგრევე სანდერს ბასკეტს იყლისძირებ ტერიაკის соусით. ძალიან ბევრს ვლაპარაკობ და ხალხს ყოველ უბრალოდ ნერვებს უშლი. დეპრესიიდან ჯერაც კი ვერ ამოვსულ ვარ და ნეტა ხალხს ისე ძალიან ვაღიზიანებ, რომ ჩემი განახვაც აღარ უნდათ. ფიქრობ, რომ გამუდმებით იმეორებ ერთი და იგივე ყლეობას და ტყუილად ტვინსაც ტყნამ. ძალიან დაბალ შეფასებას მაძლევენ, მაგრამ არ მკიდია, მთავარია საფულე იყოს გამოშმოდგილი. შეკარი ძმაო გაიგე, რომელი ფსიქოლოგი ეუბნება თავის პაციენტს, რომ სუქანია და მახინჯი. ალბათ ვისაც თვალები ტრაქში არ აქვს სახის ნაცვლად. მე ვარ გულწრფელი, სიმართლის მოყვარული კაცი და გამომდინარე აქედან გეუბნები, რომ რაც არ უნდა სიმართლე გითხრან, არასოდეს არ უნდა გეწყინოს და უნდა მიიღო, მაშინ გახდები ძლიერი. არც ის უნდა გეწყინოს, რომ დედა და მამა შენს გამო დაშორდნენ, იმდენად ხალეობა ტვინის დრელი ტყნელი სირბანჯოობა გამოდექი, მაგრამ აი მანზე სიარულს ხო აზრი აღარ აქვს რა, ვინც არ უნდა გავიცნო და რანაირ გოგოსაც არ უნდა შევხვდე, ყველა მეგობრობას თავაზობს და მერე სამუდამოდ კრება. მართლაც ძალიან გასუხდი რა, ერთი ადამიანი ხარ, რომელიც 10 ხინკალს ჭამს და 2 ბაკალ ლუქს აყოლებს და მერე სარკეში გვერდულად დგება, რომ ოდნავ გამხდარი გამოჩნდეო. ტირილს რომ მორჩები მერე გადმორიცხე რა, თუ გინდა ქეშად მომეცი, პრობლემა არ მაქვს, ხო იცი, მაინც შემთან მოვა ბოლოს.